აზერბაიჯანის პარლამენტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა კანონს, რომლითაც ქვეყნის ტერიტორიაზე გარკვეულწილად ქვეყნის ტერიტორიაზე ლეგალური იქნება კაზინოები, ანუ სამორინეები, ანუ აზარტული თამაში. ეს თავისი არსით ჯერ კიდევ 1998 წელს ამჟამინდელი პრეზიდენტის მამის ჰეიდარ ალიევის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საწინააღმდეგო შედეგს გვაძლევს, რადგან 98 წელს აიკრძალა კაზინოები და სამორინეები და სხვა მსგავსი თამაშობები აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მაგრამ როგორც ჩანს, ახლა ეს ყველაფერი ნებადართული გახდება. მაგრამ ამისთვის აზერბაიჯანმა აირჩია ძალიან საინტერესო, ძალიან ჭკვიანური გზა. საქმე ის არის, რომ თამაშები ზოგადად კაზინო და მსგავსი ხელმისაწვდომი იქნება არაუშუალოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, ანუ კონტინენტურ აზერბაიჯანზე, ასე ვთქვათ, არამედ კასპიის ზღვაში, სადაც აზერბაიჯანი კონკრეტული კერძო ინვესტორების ჩართულობით ქმნის ხელოვნურ კუნძულებს. ამ ხელოვნურ კუნძულებზე განთავსდება სპეციალური ინფრასტრუქტურა, მოეწყობა სასტუმროები, მოეწყობა პარკები, გასართობი სივრცეები და აგრეთვე იქ იქნება კაზინოები და სწორედ იქ შეძლებენ თამაშს ადგილობრივები და მათ შორის ჩასული სტუმრები, რომლებთაც სურთ, რომ აზარტული თამაშებით მიიღონ სიამოვნება, გამომუშავონ თანხა, ნებისმიერი მიზეზით, რა მიზეზითაც როგორც წესი ადამიანები ამ საქმიანობას ირჩევენ. როგორც ამბობენ აზერბაიჯანში, ასე შემცირდება ერთი ეს ჭრილოვანი ეკონომიკა, რომელიც ამ სისტემის გარშემო არსებობს, რადგან დღევანდელ სამყაროში შეიძლება ფიზიკური კაზინო არ იყოს, კი ბატონო, ეს ამის გაკონტროლება მეტნაკლებად მარტივია, მაგრამ ციფრულ თამაშებთან მიმართებით ძალიან რთულია კანონის აღსრულება, რადგან ყველას აქვს VPN-ი. ან ძალიან ბევრი ქვეყანა ისეთ, სადაც ეს ნებადართულია და შესაბამისად ადამიანს შეუძლია გადმოიჭროს სპეციალური პროგრამა, რომლითაც ინტერნეტი შეცდომა შეიყვანოს და გარკვეულწილად წარმოაჩინოს თითქოს არის არა აზერბაიჯანში, არამედ ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომია ესა თუ ის პლატფორმა და აგრეთვე ლეგალური არის თავად თამაში. ამიტომაც ეს დიდი პრობლემაა, რომელიცაც ძალიან დიდ საბიუჯეტო შემოსავალს კარგავს ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც პირდაპირ კრძალავს რაღაცას, რაც ინტერნეტთან არის დაკავშირებული, რადგან ამ მიმართულებით როგორც ვიცი და როგორც პრაქტიკა გვჩვენებს, აღსრულება არის ძალიან რთული. ამიტომაც მთავარი მიზეზი ამ გადაწყვეტილებისა მაინც არის ეკონომიკური, რადგან გარდა უშუალოდ გადასახადებისა, რომელთაც ადამიანები და კომპანიები იხდიან სწორედ ამ სექტორში მომუშავეები ბიუჯეტში, გარდა ამისა, ზოგადად თამაშობებს და გემბლინგს ახასიათებს საკუთარი ძალიან ნიშური ტურიზმი, რადგან ძალიან ბევრი ქვეყნის წარმოადგენელი, მათ შორის იმ ქვეყნებისა, სადაც აკრძალულია ამ ტიპის საქმიანობა, ისინი ჩადიან ისეთ ქვეყნებში, სადაც ეს ნებადართულია და იქ ხარჯავენ ძალიან დიდ ფულს. ამის კარგ მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს ლას-ვეგასი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ყველა შტატში ეს აკრძალული არ არის, მაგრამ ლას-ვეგასი არის ერთადი ადგილი დანიშნულების წერტილი, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩადის სწორედ ამ საქმიანობისთვის. მეორე მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს მაკაო, რომელიც არის ერთგვარი ხელოვნურად შექმნილი ადგილი ჩინეთში, სადაც სწორედ ამ ტიპის საქმიანობა არის ნებადართული, რადგან კონტინენტურ ჩინეთში ეს არის აკრძალული. ამიტომაც მოკლედ, როგორც ვთქვი, 98 წელს მიღებული ეს გადაწყვეტილება ახლა უკვე წარსულს ჩაბარდება და გარკვეული ინვესტორების ინტერესებით და ინტერესების ჩართულობით აშენდება კაზინოები აზერბაიჯანში, რაც გარკვეულწილად გავლენას საქართველოსაც აუცილებლად მოახდენს, რადგან ძალიან ბევრი აზერბაიჯანელი მანამ სანამ ეს მოხდებოდა, ჩამოდიოდა საქართველოში სწორედ ამ მიზნით, მაგრამ ალბათ ახლა ისინი არჩევენ, რომ საკუთარ ქვეყანაში დარჩენ და ის ხარჯები აღარ გაწიონ, რაც საქართველოში ჩამოსვლასთან არის დაკავშირებული. ხო, არა მარტო აზერბაიჯანელები, არამედ ზოგადად არაბული სამყაროს წარმომადგენლები, რადგანაც უმეტესობა ისეთ ქვეყნებში, სადაც რელიგია ისლამი არის გავრცელებული, ვიცით ჩვენ რომ კაზინოები არის შეზღუდული, რადგანაც ისლამის თანახმად გემბლინგი და კაზინო და მსგავსი ტიპის აქტივობები არის ჰარამი, ანუ იგივე ცოდვა შესაბამისად. ასეთ ქვეყნებში საკმაოდ რთული რეგულაციები არსებობს ამ მიმართულებით, მაგრამ თავად აზერბაიჯანში ეს აკრძალვა, რომელიც ძალა შემოვიდა ჯერ კიდევ 98 წელს, თავად აკრძალვის რაციონალურად არ იყო მოყვანილი ისლამი. მიუხედავად იმისა, რომ გავლენა კულტურულად და სოციალურად რა თქმა უნდა არსებობდა, ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ვერანაირი წყაროთი, იქ განმარტებით ბარათში ჩაწერილი თავის დროზე ის იყო, რომ კაზინოები ხელს უწყობდნენ ფულის გათეთრებას და კრიმინალების არალეგალურ საქმიანობას, რადგანაც 98 წელს აზერბაიჯანი დიდად გამართული სახელმწიფო, გამჭვირვალე და კარგად რეგულირებული ქვეყანა ის არ ყოფილა მაშინ საერთოდ ჩვენს რეგიონში არც ერთ ქვეყანა არ იყო მსგავსი და არც აზერბაიჯანს მოითხოვებოდა მსგავსი ტიპის გამჭვირვალობის სტანდარტები, სახელმწიფო ძალიან უჭირდა გაკონტროლება შავი ბიზნესისა, რომელიც როგორც წესი სწორედ კაზინოების და მსგავსი ტიპის სამორინეების დახმარების ხორციელდებოდა. იქ საუბარი იყო არა მხოლოდ გემბლინგზე, არამედ არალეგალური სუბსტანციებითა და მათ შორის ნივთებით ვაჭრობაზე და სხვა არალეგალურ საქმიანობებზე. მოკლედ, როდესაც მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, ერთ-ერთი იყო სწორედ ეს
არალეგალური სექტორის არსებობა. მეორე მიზეზი იყო, რა თქმა უნდა, ის, რომ ადამიანები, რომლებიც იყვნენ სიღარიბეში, უფრო მეტად მოწადინებულნი იყვნენ, რომ კაზინოსთან მისულიყვნენ და ის უკანასკნელი დანაზოგიც კი, პარტიულად რომ ვთქვათ, იღბალზე დაედოთ და იმის იმედი ჰქონოდათ, რომ რაღაც დიდს მოიგებდნენ, მაგრამ უმეტესწილად მათემატიკური თეორიიდან გამომდინარე, ვიცით, რომ კაზინოში ესე გრძელვადიანად გამარჯვება არის მათემატიკურად შეუძლებელი, სტატისტიკურად არ გამოვა ეს არასოდეს. შესაბამისად, ეს ადამიანები უმეტესწილად 1-2 გამარჯვების მიუხედავად საბოლოო ჯამში მაინც მიდიოდნენ განმულებამდე, ანუ უარეს შემთხვევაში ვალამდე, რაც იმ დროს აზერბაიჯანში იყო ძალიან დიდი პრობლემა, რადგანაც მოქალაქეები სადაც ბევრი შემოსავალი არ ჰქონდა და მათი უმეტესობა კიდევ ვალებში იყო დამატებით კაზინოების, ასე ვთქვათ, ჩართულობით. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმ დროს, როდესაც დაასახელდა კანონის მიღებისას, ეს იყო ის, რომ რეალურად საერთო ჯამში ეს ყველაფერი იწვევდა მარტივად რომ ვთქვათ დამოკიდებულებას ახალგაზრდებში, რადგანაც ჩვენ ვიცით, რომ გემბლინგი ქიმიურ და ბიოფიზიკურ დონეზე იწვევს დამოკიდებულებას, რადგანაც აქ არის ჩართული ძალიან კომპლექსური დაჯილდოებისა და დასჯის მექანიზმი ადამიანის ტვინში და ადამიანი, როდესაც ძალიან დიდი ხანი თამაშობს კაზინოში, შემდეგ ის უფრო მეტად დამოკიდებული ხდება მასზე და აქ უკვე ფინანსური ნაწილი არის არარელევანტური, ის ადამიანი უბრალოდ სიამოვნებას იღებს თავად თამაშით, ეს კი რა თქმა უნდა არის სტატისტიკურადაც და ბიოლოგიურადაც დამტკიცებული ფაქტი და ამიტომაც თავის დროზე აზერბაიჯანმა მიიღო ამ ტიპის ინდუსტრიის საერთოდ აკრძალვის გადაწყვეტილება, მაგრამ როგორც შენ აღნიშნე, ინტერნეტის ეპოქაში რაღაც აკრძალვა არის ძალიან რთული, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ თანამედროვე მომხმარებლები უფრო ხშირად კაზინოთი სარგებლობენ სწორედ ციფრული სერვისების დახმარებით და ნაკლებად დადიან ისინი ფიზიკურ სამორინეებში, იქ ვინც დადის, წესით ის საერთოდ სხვა სეგმენტის წარმოადგენელია და ის ადამიანი ამ აღწერილობაში ნაკლებად ჯდება და მას ნამდვილად არ აწუხებს დიდად ის პრობლემები, რომელზედაც სწორედ ახლა ვისაუბრეთ. ხო, რადგან ფიზიკურ კაზინოში როგორც წესი გაცილებით მაღალ შემოსავლიანი სეგმენტი დადის მოთამაშეებისა, ვიდრე ონლაინში და 2-20 სიტყვით ასევე შევეხოთ რელიგიას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ამ მიმართულებით, რადგან მუსლიმური ქვეყნების უმეტესობაში ან აკრძალულია საერთოდ აზარტული თამაშები, ან ძალიან მკაცრად არის რეგულირებული. სხვა შორის 2024 წელს არაბთა გაერთიანებული საამიროები პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სპარსეთის ყურეში იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ამ მიმართულებით ძალიან დიდი წინგადებული ნაბიჯი განახორციელა, როცა ხელოვნურ კუნძულზე ერთ-ერთზე, რომელიც ახლა შენდება, მოკლედ მან დაუშვა და მისცა წინასწარი უფლება იმისა, რომ გახსნილიყო სამორინე, მაგრამ ამ შემთხვევაში ის ტურისტებზე იქნება გათვლილი და მხოლოდ არაადგილობრივ, არამუსლიმ მოსახლეობას შეიძლება მისი გამოყენება, როგორც ეს ალკოჰოლთან მიმართებით არის, რადგან როგორც ცნობილია, დუბაიში ალკოჰოლის ყიდვა მხოლოდ იქ შეიძლება ოფიციალურად, სადაც მხოლოდ ტურისტები არიან და თან არამუსლიმი ადამიანები, ასე რომ ესეც გარკვეულწილად კიდევ ერთი ნაბიჯი არის ზოგადად ლიბერალიზაციისკენ. საერთო ჯამში კი ოპერირება დასაშვებია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის მაროკოში, ლიბანში, ტუნისში, ეგვიპტესა და კიდევ რამდენიმე ქვეყანაში და პოსტსაბჭოთა სივრცეზე, რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ყაზახეთი. ასე რომ მოკლედ, მაგრამ ბოლო პერიოდში ზოგადად ტენდენცია არის ალკოჰოლთან მიმართებითაც ლიბერალიზაციისკენ და შეიძლება რომ კაზინოების და სამორინეების მიმართულებითაც ეს ტიპის ტენდენცია ვიხილოთ უკვე სხვადასხვა ქვეყანაში მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.